გორში მამაშვილის განზრახ მკვლელობის ბრალდებით დაკავებულ სერგო ახალკაცს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. ორი პირის მკვლელობაში ბრალდებულმა სხდომაზე დუმილის უფლება გამოიყენა. შეგახსენებთ, რომ 28 აპრილს გორში ერთ-ერთი სავაჭრო ცენტრის მიმდებარე ტერიტორიაზე შელაპარაკებისას ბრალდებულმა ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენჯერმე ესროლა მამაშვილს. მიღებული დაზიანებების შედეგად ერთ-ერთი დაზარალებული ადგილზე, ხოლო მეორე საავადმყოფოში მიყვანისთანავე გარდაიცვალა. სამართალდამცავებმა ბრალდებულიც ხელკვალზე დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109 მუხლის ელქვე პუნქტით აქვს წარდგენილი, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს ორი პირის მიმართ და 236 მუხლის მეოთხე ნაწილით, რაც ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო ტარებას გულისხმობს, რაც სასჯელის სახით და ზომად 16-დან 20 წლამდე ან უბადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ბრალდების მხარის მიერ მოთხოვნილი იქნა აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა ბრალდებულის მიმართ, იქიდან გამომდინარე, რომ მისი მხრიდან სახეზე იყო მიმალვის, ახალი დანაშაულის ჩადენის და მტკიცებულების განადგურების მომენტებული საფრთხეები. აღნიშნული არგუმენტაცია სასამართლოს მიერ სრულად იქნა გაზიარებული, არის არაერთი პირდაპირ მტკიცებულება, რომლებიც უშუალოდ ამხელენ წარდგენილ ქმედებაში ბრალდებულს. ეს არის თვითმხილველი მოწმეების ჩვენებები, ამოღებული არის დანაშაულის იარაღი, ამოღასროლა არის 5-ზე მეტი ნაწარმოები, შვილი ადგილზე გარდაიცვალა, ხოლო მამასთან მიმართებაში მას გამოელია ვაზნები ჭიჭში, ამის მერე ფიზიკურადაც იმოქმედა, ფიზიკური ზემოქმედებაც მოახდინა მის მიმართ, დაზარალებული დაეცა ძირს და მხოლოდ ამის შემდეგ დატოვა მან შემთხვევის ადგილი. დაკავებულია მკვლელობის ჩადენისთვის, მიმდინარეობს გამოძიება, მოსაპოვებელია მტკიცებულებები და ვნახოთ როგორი პოზიცია იქნება შემდგომში. ამ ეტაპზე ვიყენებთ დუმილის უფლებას. სასამართლოს თომაზე ითქვა ის, რომ არ არის აუცილებელი მის მიმართ გამოყენებული იქნეს პატიმრობა. ამ ეტაპზე არ არის საკმარისი მტკიცებულებები მოპოვებული იმისთვის, რომ გავარკვიოთ კონკრეტულად რასთან გვაქვს საქმე. მოპოვებული იქნება მტკიცებულებები, მათ შორის ვიდეო ჩანაწერები და ვნახავთ შემდეგ რა პოზიციაა. ჯერ არ არის ამოღებული ვიდეო. ჯერჯერობით ჩვენ არ გვაქვს გადმოცემა.